ალბათ ფიქრობ, რომ ყველა საოცარი არსება უკვე არსებობს დედამიწაზე და ჩვენ შორიდან თუ ახლოდან თითოეულ ინდივიდს ვიცნობთ. მაგრამ ეს ასე არაა, ბუნება მუდამ ინახავს განსხვავებულ სახეობებს სიურპრიზად. მაშინ, როცა დინოზავრები და მამონტები უკვე წარსულს ჩაბარდნენ, მათი ზოგიერთი ნათესავი კვლავად ჩვენს გვერდით ცხოვრობს. შეიძლება ისინი არც გიგანტურები, არც ისე სასშები იყვნენ, როგორც მათი გადაშენებული წინაპრები, მაგრამ ეს ცოცხალი არსებები მაინც ღირსეულად აგრძელებენ საგვარეულო მემკვიდრეობას. დღევანდელ ვიდეოში დროში ვიმოგზაურებთ, უпростоრად წარსულიდან აწყოს გავავლებთ პარალელს. ვისაუბრებთ ინდივიდებზე, რომლებიც აერთიანებენ წარსულსა და აწყოს. გამოვიკლოთ 20 გადაშენებული ცხოველის ყველაზე ახლო ნათესავებს, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობენ. დინოზავრების, დოდოების, ტირანოზავრ ტირექსის, გიგანტური ბიზონის და ძლევამოსილი მეგალოდონის უახლოესი ნათესავები დღესაც ცოცხლობენ. სანამ თემის ჩაშლას დავიწყებ, არ დაგავიწყდეს, რომ გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარეზღილაკი, რათა მეტი სიახლე არ გამოგჩეს, ასევე დამილაიქე ვიდეოც. მოკლედ, დავიწყოთ. თილაცინუს ცინოცეფალუსი, იგივე ტასმანიური ვეფხვი. უახლოესი ცოცხალი ნათესავი ტასმანიური ეშმაკი. ტასმანიური ვეფხვი ანუ თილაცინი საოცარი მარსუპალია, რომელიც გარეგნულად დიდ ძაღლს გავს. ოღონდ ძაღლისგან განსხვავებით, მას ჩანთა აქვს ისევე როგორც კენგურუს. ის ოდესღაც გავრცელებული იყო ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში. თილაცინის გვარის ბოლო წარმომადგენელი 1926 წელს გალიაში გამომწყვდეული მოკვდა. სახელის მიუხედავად ის არა ვეფხვი, არამედ მარსუპალი იყო, რომელსაც ჰქონდა უნიკალური მახასიათებლები. მაგალითად, როგორც უკვე ზემოთ თქვით, კენგურუს მსგავსი მკვრივი ჩანთა, თავისი ნაშიერისთვის და კენგურუს მსგავსი კუდი. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი ტასმანიური ეშმაკია. ის თილაცინივით მარსუპალია და ცნობილია ძლიერი ყბებითა და გამაყრუებელი კივილით. თუმცა ის ბევრად მცირე ზომისაა და ფერითაც განსხვავდება. ტასმანიურ ეშმაკს აქვს მნიშვნელოვანი საერთო ნიშნები თილაცინთან. მათ აქვთ მსგავსი თავის ქალის სტრუქტურა და კბილები. ისინიც მტაცებელი მარსუპალები არიან. თილაცინის გადაშენების მიუხედავად, ტასმანიური ეშმაკი დღემდე აგრძელებს ამ უნიკალური მარსუპალების საგვარეულოს. სმილოდონ ფათალისი, იგივე შაბრატკბილა ვეფხვი. უახლოესი ცოცხალი ნათესავი აფრიკული ლომი. თუ ოდესმე არსებობდა ცხოველი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა პრეისტორიული ცხოვრების მძვინვარე სილამაზეს, ეს იყო შაბრატკბილა ვეფხვი. ის მთელ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე დაეხეტებოდა დაახლოებით 10,000 წლის წინათ. ეს სასტიკი მტაცებელი ზომით თანამედროვე დიდ კატებს ჰგავდნენ, თუმცა ბევრად დიდები და მძიმეები იყვნენ. მამრები დაახლოებით 280 კილოგრამს იწონიდნენ. სმილოდონ ფათალისი შაბრატკბილა ვეფხვის ერთ-ერთი სახეობაა. გამოირჩეოდა უჩვეულოდ გრძელი ზედაეშვებით, რის გამოც ეს სახელი ეწოდა. ისინი სავარაუდოდ დარტყმით კლავდნენ მსხვერპლს. იყენებდნენ კუნთოვან სხეულს და ხანჯლის მაგვარ ეშვებს სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად. სრული კონტრასტით მათი უახლოესი ნათესავები, აფრიკული ლომები, ნადირობისას უფრო მეტად სისწრაფესა და ფარულ შეტევებზე არიან ფოკუსირებულნი. მათი ეშვები უფრო ჩვეულებრივი ფორმისაა, თუმცა ისინი მაინც ინარჩუნებენ ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური მტაცებლის მემკვიდრეობას. მამუთუს პრიმიგენიუსი, იგივე მამონტი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი აზიური სპილო. მამონტი გამყინვარების ხანის სიმბოლო და ერთ-ერთი იმ გიგანტთაგანი იყო, რომელთა მეფობას დაახლოებით 4000 წლის წინ დასრულდა. ისინი ოდესღაც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ბინადრობდნენ. მათ დამახასიათებელი ნიშნები იყო უზარმაზარი ზომა, სიმაღლე დაახლოებით 3.3 მეტრამდე და წონა 6 ტონამდე. მათ ჰქონდათ გრძელი, მოხრილი ეშვები, რომელთა სიგრძე 5 მეტრსაც კი აღწევდა და გაბანჯგვლური სქელი ბეწვი. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის, რომ ისინი გენეტიკურად ძალიან ახლოს დგანან აზიურ სპილოსთან. მათი დნმ-ის 99.4% საერთო აქვთ. აზიური სპილოები უფრო პატარა ზომის არიან და არ აქვთ გრძელი ბეწვი და მოხრილი ეშვები, თუმცა ისინი მაინც ინარჩუნებენ ზოგიერთ საერთო თვისებას, როგორიცაა მსგავსი სტრუქტურის კბილები და სიყვარული იმავე ტიპის გარემოსადმი, მაგალითად ბალახოვანი ადგილებისადმი. რაფუს კუკულატუსი, იგივე ფრინველი დოდო, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, ნიკობარის მტრედი. დოდო ოდესღაც მხოლოდ მავრიკის კუნძულზე ცხოვრობდა. ის იყო დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის, მსუქანი ტანის და დიდი ნისკარტის მქონე ფრინველი, რომელიც ვერ დაფრინავდა. სამწუხაროდ ადამიანების მიმართ ნდობის და ფრენის უნარის არქონის გამო ისინი ადვილად აღმოჩნდნენ მონადირეების სხვეპლი და მე-17 საუკუნეში გადაშენდნენ. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი ნიკობარის მტრედია, რომელსაც ზოგჯერ ზელანდიურ მტრედსაც ეძახიან.
დოდო ამ ფრინველებთან ერთად ერთ ოჯახს კოლუმბიდეებს მიეკუთვნება. შეიძლება უცნაურად ჩანდეს, რადგან დოდო დიდი ზომის და ფრენის უნარის არ მქონე ჩიტი იყო, ხოლო მტრედები და მტრედისებრნი პატარები, მსუბუქები და ფრენის უნარით დაჯილდოებულნი არიან. ამ მაჩვენებლების მიუხედავად გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა მათი ნათესაური კავშირი. მათ აქვს დოდოს მსგავსი თავის ფორმა და ფრთის ძვლების სტრუქტურა, რაც მათ გენეტიკურ კავშირზე მიუთითებს. ეკვუს კუაგა, იგივე კუაგა, უახლოესი ცოცხალი ნათესავი ველური ზებრა. კუაგა უდასღაც თავისუფლად დადიოდა სამხრეთ ამერიკის ბალახიან ველებზე. ის გავდა ცხენისა და ზებრის შერეულ ვერსიას. სხეულის წინ ნაწილზე ჰქონდა ზებრას შავ-თეთრი ზოლები, ხოლო უკან ნაწილი ყავისფერი იყო, ისევე როგორც ცხენის. კუაგას სახეობის ბოლო წარმომადგენელი 1883 წელს ამსტერდამის ზოოპარკში, გალიაში გამომწყვდაული მოკვდა. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი ველური ზებრაა, თუმცა ზებრას მთელ სხეულზე აქვს ზოლები და კუაგას მხოლოდ წინ ნაწილზე ჰქონდა. ისინი ერთსა და იმავე გვარს მიეკუთვნებიან და გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ კუაგა ცალკე სახეობა კი არა, ველური ზებრის ქვესახეობა იყო. მეგათერიუმ ამერიკანუმი, მიწის გიგანტური ზარმაცა, უახლოესი ცოცხალი ნათესავები, ორბოლა და სამბოლა ზარმაცები. როგორც სახელი მიანიშნებს, მიწის გიგანტური ზარმაცები უზარმაზარი არსებები იყვნენ. სიმაღლით 6 მეტრს აღწევდნენ, მათი წონა კი რამდენიმე ტონას შეადგენდა. ისინი არ დაცოცავდნენ ხეებზე, როგორც მათი თანამედროვე ნათესავები, არამედ მიწას დადიოდნენ. ისინი პლეისტოცენის ეპოქაში ცხოვრობდნენ სამხრეთ ამერიკაში და ცნობილნი იყვნენ უზარმაზარი ბრჭყალებით. ძირითადად ბალახის მჭამელები იყვნენ და ფოთლებით და ტოტებით იკვებებოდნენ. მათი თანამედროვე ნათესავები, ორბოლა და სამბოლა ზარმაცები, ბევრად მცირე ზომის და სხვა ცხოვრების წესის მქონენი არიან. ხეებზე ცხოვრობენ და ძალიან ნელა მოძრაობენ, თუმცა ორივე ჯგუფს ერთი და იგივე წინაპარი ჰყავდათ და აქვთ მსგავსი სტრუქტურის კბილები, რომლებიც მცენარეულ საკვებზეა მორგებული. მიწის გიგანტური ზარმაცები კი უნიკალურად იყვნენ ადაპტირებული მიწა და ბალახის ძიებით ცხოვრებისთვის. ექტოპისტეს მიგრატორიუსი, მოგზაური მტრედი. უახლოესი ცოცხალი ნათესავები, მტრედები. მოგზაური მტრედი ოდესღაც უხვად იყო ჩრდილოეთ ამერიკაში და მისი პოპულაცია მილიარდებს აღწევდა. ის გამოირჩეოდა გრძელი, წაწვეტებული კუდით და სწრაფი ფრენის უნარით. სამწუხაროდ განუწყვეტელმა ნადირობამ და ჰაბიტატის განადგურებამ ისინი გადააშენა. ბოლო მოგზაური მტრედი სახელად მარტა 1914 წელს გალიაში გამომწყვდაული მოკვდა. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან მტრედები და მტრედისებრნი, კოლუმბიდეების ოჯახიდან. ისინი იზიარებენ მოგზაური მტრედების მსგავს სხეულის ფორმას, მოკლე კისერს და მსგავსი კვების ჩვევებს, თუმცა ვეღარ ფლობენ ისეთი სწრაფი ფრენის უნარს და კოორდინაციულ ჩვევებს, რაც მოგზაურ მტრედებს ახასიათებდათ. კოლოდონტა ანტიკუტატუსი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, ინდური მარტორქა. კოლოდონტა თავისი მასიური სხეულით და სქელი ბურთსოვანი ბეწვით კარგად იყო მორგებული გამყინვარების ხანის მკაცრ პირობებს. ისინი ორი რქით იყვნენ აღჭურვილნი, რომელთაგან წინარქა 1 მეტრამდე იზრდებოდა. ისინი დადიოდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის ველებზე და დაახლოებით 10,000 წლის წინ გადაშენდნენ, სავარაუდოდ კლიმატის ცვლილებებისა და მასიური ნადირობის გამო. მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავი, ინდური მარტორქა, ბევრ საერთო თვისებას აზიარებს გადაშენებულ მოგვარესთან. ინდური მარტორქაც დიდი ორქიანი არსებაა, თუმცა მას არ აქვს ისეთი სქელი და ხშირი ბეწვი, როგორიც კოლოდონტას ჰქონდა. მიუხედავად ჰაბიტატისა და გარეგნობაში არსებული განსხვავებებისა, ინდური მარტორქა და კოლოდონტა საერთო საგვარეულოსა და მსგავსი სხეულის აგებულებას მიეწერებიან, რაც ამ შთამბეჭდავი ცხოველთა გვარის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. მეგალოცეროს გიგანტეუსი, ირლანდიური ელკი. უახლოესი ცოცხალი ნათესავი, წითელი ირემი. სახელის მიუხედავად ირლანდიური ელკი არ იყო, არამედ ირემის სახეობა. ცნობილი თავისი საოცარი რქებით, რომლებიც 4 მეტრამდე აღწევდა. ეს დიდებული არსებები ევრაზიის ბალახიან ველებზე ბინადრობდნენ და მათმა პოპულაციამ პიკს გამყინვარების ხანაში მიაღწია. დაახლოებით 7,000 წლის წინ ისინი გადაშენდნენ, სავარაუდო გარემო ცვლილებებისა და მასიური ნადირობის გამო. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი, წითელი ირემი, ბევრად მცირე ზომისა და ბევრად პატარა რქები აქვს, თუმცა მათ შორის ნათესაური კავშირი ნათლად ჩანს სხეულის მსგავს აგებულებასა და კვების იდენტურ ჩვევებში. წითელი ირემიც, ისევე როგორც გადაშენებული ნათესავი, ბალახის მჭამელია და ბალახიან გარემოს ამჯობინებს, რითაც აგრძელებს ამ დიდებული ირლანდიური ელკის მემკვიდრეობას. მოა, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობდა, იყო უზარმაზარი ფრენის უნარის გარეშე დარჩენილი ფრინველი. ზოგიერთი სახეობა 4 მეტრამდე სიმაღლეს აღწევდა. ისინი დაახლოებით 600 წლის წინ გადაშენდნენ, ძირითადად მაორელების მიერ გადამეტებული ნადირობის გამო.
მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავები ბევრად პატარა ზომის კივები არიან. კივები ასევე ახალი ზელანდიის ბინადარნი არიან. იმავე რიგს რატიტებს მიეკუთვნებიან, რასაც გადაშენებული მოა. კივი დაახლოებით ქათმის ზომისაა. ცნობილია გრძელი ნისკარტითა და მრგვალი სხეულით. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის უნარობა და ბუმბულის სტრუქტურა მოას გვაგონებს, ზომისა და ცხოვრების წესის განსხვავება ამ ჯგუფის ფრინველთა უზარმაზარ მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. პინგვინუს იმპენისი, დიდი ოკი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, რეზორბილი. დიდი ოკი, რომელსაც ორიგინალ პინგვისაც ეძახიან, იყო დიდი ზომის ფრენის უნარის არმქონე ჩიტი, რომელიც ბინადრობდა ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპამ და არქტიკამდე. ეს ფრინველი შესანიშნავად იყო შეგუებული ოკეანეში ცხოვრების პირობებს. ჰქონდა საცურაო ქუსლიანი ტერფები და სრიალა სხეული. სამწუხაროდ ადვილად მისადგომობა და ძვირფასი ბუმბული მათ მონადირეების მსხვერპლად აქცევდა და მე-19 საუკუნეში ისინი სრულად გადაშენდნენ. რეზორბილები და სხვა ოკისებრნი არიან დიდი ოკის უახლოესი ცოცხალი ნათესავები, თუმცა ისინი ბევრად პატარა ზომის არიან და ფრენაც შეუძლიათ. მათ დიდი ოკის მსგავსად აქვთ სიყვარული ოკეანესადმი, ასევე მსგავსად შეფერილი ბუმბული, მსგავსი სხეულის აგებულება და ცხოვრების წესი, რაც ხატყობს ადაპტაციის გავლენას ცივი, ჩრდილო ატლანტიკის ზღვის გარემო პირობებში. სტელერის ზღვის ძროხა. უახლოესი ცოცხალი ნათესავები, მანატები და დუგონგები. სტელერის ზღვის ძროხა იყო გიგანტური ზღვის ძუძუმწოვარი, რომელიც 9 მეტრამდე სიგრძის იყო და 10 ტონამდე იწონიდა. ის თავისი აღწერელის ბუნების მცოდნე გეორგ სტელერის სახელს ატარებს, რომელმაც ეს არსება 1741 წელს ექსპედიციის დროს აღწერა. ეს მშვიდი გიგანტი სულ რაღაც 27 წელიწადში გადაშენდა მასიური ნადირობის გამო. როგორც უკვე ვთქვით, მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან მანატები და დუგონგები. ისინი სტელარის ზღვის ძროხის მსგავსად დიდი ზომის, ნელა მოძრავი ბალახის მჭამელები არიან და ცხოვრობენ სანაპიროსთან ახლოს, მეჩხერ წყლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად პატარა ზომის არიან, მათ აქვთ მსგავსი სხეულის აგებულება, მათ შორის ფარფლისმაგვარი კუდი, რომელსაც ცურვისას მოძრაობისთვის იყენებენ. პანტერა ლეოატროქსი, ამერიკული ლომი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, აფრიკული ლომი. აფრიკული ლომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატაა, რომელსაც ოდესმე უარსებია სამყაროში. ის პლეისტოცენის ეპოქაში ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა. ის დაახლოებით 25%-ით უფრო დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე აფრიკული ლომი. მამრები 3 მეტრამდე აღწევდნენ სიგრძეში. მათი წონა კი 350 კილოგრამს აჭარბებდა. ისინი დაახლოებით 11,000 წლის წინ გადაშენდნენ სავარაუდოდ კლიმატის ცვლილებებისა და მსხვილ მსხვერპლთა გადაშენების გამო. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი აფრიკული ლომი მცირე ზომისაა. თუმცა ორივე ერთი საგვარეულოდან მოდის და აქვთ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე სოციალური ცხოველია, ცხოვრობენ ჯგუფურად და მამრებს აქვთ ნაზი, ლამაზი ფუმფულა ფაფარი. ეს შთამბეჭდავი მსგავსება მათ საერთო ევოლუციურ ისტორიაზე მეტყველებს. დიცეროს ბიკორნოს ლონგიბესი, დასავლეთის შავი მარტორქა, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, აღმოსავლეთის შავი მარტორქა. დასავლეთის შავი მარტორქა სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ბინადრობდა ცენტრალურ დასავლეთ აფრიკაში. ისინი სხვა მარტორქის სახეობებზე ბევრად პატარები იყვნენ და ჰქონდათ მკვეთრად მოღუნული ტუჩი, რომელიც იდეალურად იყო მორგებული ფოთლების საჭმელად. შავი მარტორქების ქვესახეობებს შორის მთავარი განსხვავება გეოგრაფიული გავრცელებაა და მცირე სხვაობების ზომასა თუ ფორმაში, ასევე კანშიც. მიუხედავად ამისა, დასავლეთის შავი მარტორქა გადაშენებულად გამოცხადა 2011 წელს გადამეტებული ნადირობისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი აღმოსავლეთ შავი მარტორქაა, რომელიც იგივე გვარს დიცეროს ბიკორნოს მიეკუთვნება. ორივე სახეობას აქვს ორი რქა, რომელთაგან წინა უფრო დიდია. ეს არსებები ნათლად გვახსენებენ მასიური ნადირობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას და მათი დაცვის აუცილებლობაზე შეგვახსენებენ. ბოს პრიმიგენიუსი, აუროქსი, უახლესი ცოცხალი ნათესავი, შინაური პირუტყვი. აუროქსი იყო გიგანტური გარეული პირუტყვი, რომელიც ოდესღაც ევროპისა და აზიის ბალახიან ველებზე და ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა. ისინი 2 მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჰქონდათ კუნთიანი სხეული და მამრებსა და დედლებსაც უზარმაზარი წინ წამოღუნული რქები. ბოლო ცნობილი აუროქსი პოლონეთში 1627 წელს მოკვდა. აუროქსები თანამედროვე შინაური პირუტყვის, ბოსტორუსის გარეული წინაპრები არიან. შერჩევით მომოშინაურებამ წარმოშვა პირუტყვის მრავალი ჯიში, რომლებიც როგორც წესი, ბევრად მცირე ზომის და უფრო მშვიდი ხასიათის არიან, ვიდრე მათი გარეული წინაპრები. თანამედროვე მეცხოველეობაში მიმდინარეობს მცდელობები აუროქის თვისებების აღსადგენად, რათა დაეხმარონ ბალახოვანი ეკოსისტემების აღდგენას. არქტოდუს სიმუსი, გიგანტური დათვი.
უახლოესი ცოცხალი ნათესავი ყავისფერი დათვი. გიგანტური დათვი, რომელიც უკანა თათებზე დადგომისას დაახლოებით 4 მეტრამდე სიმაღლეს აღწევდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმერეთის მტაცებელი ძუძუმწოვარი იყო, რომელიც ოდესმე არსებობდა. ის ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა. პლეისტოცენის ეპოქაში და უფრო სისწრაფეზე იყო ორიენტირებული ვიდრე ბრძოლაზე. გრძელი კიდურებით და წაგრძელებული სხეულით ისინი სავარაუდოდ აქტიური მტაცებლები იყვნენ. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი ყავისფერი დათვია. მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერი დათვები ბევრად პატარა ზომის არიან, აქვთ მსგავსი სხეულის აგებულება და გარკვეული ქცევითი ნიშნებიც. ისინი ძნაირმჭამელები არიან, ისევე როგორც მათი გადაშენებული ნათესავები, რაც ამ ოჯახის კუებითი ჩვევების გაგრძელებაზე მიუთითებს. სხვაობა მათ აგებულებაშია. ყავისფერი დათვები უფრო გამძლე და მძიმე აგებულებისანი არიან, რაც უფრო მრავალფეროვან დიეტასა და ნაკლებად მტაცებლურ ცხოვრების წესზე მიუთითებს. გლიპტოდონი, უახლოესი ცოცხალი ნათესავები, არმადილოსები. გლიპტოდონი იყო მანქანის ზომის არმადილო, რომელიც პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა დღევანდელ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ის ტონამდე იწონიდა და 4 მეტრამდე სიგრძის იყო. იგი ცნობილი თავისი გუმბათოვანი, თითქოს გაუმტარი ჯავშნით, რომელიც ძლოვანი ფირფიტებისგან შედგებოდა. მისი კუდის დაფარული იყო ძლოვანი რგოლებით და მტაცებლების წინააღმდეგ საშინელ იარაღად შეიძლებოდა გამოიყენებინა. გლიპტოდონის უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან არმადილოსები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად პატარა ზომის არიან, აქვთ მსგავსი დამცავი ჯავშანი, ერთმანეთზე გადაფარული ფირფიტებისგან, რომლებიც ფარავს ზურგს, თავს, ფეხს და კუდს. ისინიც გლიპტოდონის მსგავსად ძირითადად ბალახის მჭამელები არიან და იკვებებიან მწერებით, ჭიებით და მცენარეებით. ზომის დიდი სხვაობის მიუხედავად დამცავი ჯავშნის გამოყენება გადარჩენის სტრატეგია წარმატებული თვისებაა, რომელიც ამ ცხოველთა ოჯახში პრეისტორიული დროიდან დღემდე შენარჩუნდა. დიპროტოდონი, უახლოესი ცოცხალი ნათესავები, ვომბადები. დიპროტოდონი, რომელსაც გიგანტურ ვომბადსაც ეძახიან, ყველაზე დიდი ცნობილი მარსუპალია, რომელიც ოდესმე ბინადრობდა. ის პლეისტოცენის ხანაში დასერნოდა ავსტრალიაში და გიგანტურ ვომბადს ჰგავდა. სიგრძეში 4 მეტრამდე იზრდებოდა. ეს ბალახის მჭამელი ნელა მოძრაობდა და წინ ჰქონდა 2 დიდი კბილი, რომლებიც ბალახითა და ბუჩქებით კვებაში ეხმარებოდა. დღევანდელი ვომბადები დიპროტოდონის უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან. მათ გადაშენებულ წინაპართან რამდენიმე საერთო ნიშანი აქვთ, მათ შორის მარსუპალებისთვის დამახასიათებელი ჩანთა და მცენარეულობით კვებისთვის შესაძლებელი კბილები. თანამედროვე ვომბადები ბევრად მცირე ზომისანი არიან, დაახლოებით 1 მეტრამდე სიგრძის, თუმცა ეკოლოგიურად მსგავს ნიშებს იკავებენ, თხრიან სოროებს და ბალახით იკვებებიან. ამ ორ ცხოველს შორის შედარება მოწმობს ავსტრალიის მარსუპალთა ადაპტაციურ ევოლუციას, პატარა ვომბადებიდან უზარმაზარ დიპროტოდონამდე. სპინოზავრი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, ნილოსის ნიანგი. სპინოზავრი იყო მტაცებელი დინოზავრი, რომელიც კრეტას პერიოდში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი გიგანტური ზომით. სპინოზავრი ნახევრად წყლის ცხოველიც იყო. აშკარად ატარებდა დროს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. ნადირობდა თევზებზე და სავარაუდოდ სხვა დინოზავრებზეც. ეს თვისებები მას უნიკალურს ხდის დინოზავრებს შორის და უფრო მეტად ამსგავსებს თანამედროვე ნიანგს, ვიდრე ხმელეთის სხვა ნათესავებს. სპინოზავრს და ნილოსის ნიანგს ბევრი საერთო ნიშანი აქვთ. ორივე დიდი ზომის უმაღლესი რგოლის მტაცებელია, წყლისთვის მორგებული ადაპტაციის უნარით და მსგავსი ნადირობის სტრატეგიებით. რა თქმა უნდა, ნილოსის ნიანგი ქვეწარმავალია და არა დინოზავრი, მაგრამ მათი ეკოლოგიური როლების მსგავსება თვალსაჩინოა და აჩვენებს ევოლუციის პარალელებს. ტირანოზავრუს რექსი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი ქათამი. ტირანოზავრუს რექსი, ანუ ტირექსი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დინოზავრია, გიგანტური ზომით, ძლიერი ფეხებით, პატარა წინა კიდურებით და მსხვილი ბაზრ-კბილებიანი ყბებით. ეს მტაცებელი ყვაოდა გვიანი კრეტას პერიოდში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ტირექსი 6 მეტრამდე სიმაღლეს და 12 მეტრამდე სიგრძეს აღწევდა და ხმელეთის ერთ-ერთ უდიდეს მტაცებლად ითვლებოდა. უცნაურია, მაგრამ ჩვეულებრივი ქათამი ტირექსის უახლოეს ცოცხალ ნათესავებს შორის რატომაა. ეს კავშირი იკვეთება მათ გაერთიანებულ ანატომიურ ნიშნებში და გამრავლების ბიოლოგიაში, ღრუს ძვლებში, საჯდომ-ძვალში და კვერცხებით გამრავლების ერთგვაროვან მეთოდებში. მსგავსება მოლეკულურ დონეზეც ვრცელდება. ტირექსის ზოგ ფოსილში აღმოჩენილი ცილები ძლიერ ჰგავს ქათმის ცილებს. ეს გამორჩეული კავშირი ინათლად აჩვენებს ევოლუციის გარდაქმნის საოცარ ძალას, აკავშირებს ბუმბერას მტაცებელს უმწევ ქათამთან, რომელსაც დღეს ვიცნობთ. და ბოლოს, მეგალოდონი, უახლოესი ცოცხალი ნათესავი, დიდი თეთრი ზვიგენი. მეგალოდონი იყო ყველაზე დიდი ზვიგენი, რომელიც ოდესმე არსებობდა, სიგრძით 18 მეტრამდე იზრდებოდა. იგი ადრეული მიოცენიდან პლიოცენის ბოლომდე ცხოვრობდა და ოკეანეების დომინანტ მტაცებელს წარმოადგენდა. მეგალოდონი ნადირობდა დიდი ზომის პრეისტორიულ არსებებზე, განსაკუთრებით თბილ სისხლიან ვეშაპებზე, უზარმაზარი ყბებით. მათი კბილები 7 დიუმამდე აღწევდა. დიდი თეთრი ზვიგენი დღეს არსებული უდიდესი მტაცებელია. ბევრ ნიშანს იზიარებს მეგალოდონთან ის.
ორივეს აქვს მსგავსი სხეულის ფორმა, ხორცის დასახლისად გამიზნული კბილები და მათ რაციონშიც შედის ზღვის ძუძუმწოვრები. ეს ვიდეოც ასე მიიწურა. დამიწერე კომენტარებში, რომელი პრეისტორიული არსება მოგეწონა ყველაზე მეტად და არ დაგავიწყდეს ვიდეოს და ლაიქება, ასევე არხის გამოწერაც. მე შემდეგ ვიდეომდე გამშვიდობებით. დროებით.